მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. Ახლა მიდის აი ამ ვიდეოს ჩაწერის მომენტში რაღაცა თემა რომ აი ვენესუელაში მოვიტაცეთ ისა ნარკო პრეზიდენტი და მისი ცოლი მადურო და აი ნარკოტრაფიკი შემოდიოდა იქიდან და ასე შემდეგ და აი ეს უბედურება და ახლა კოლუმბიას უნდა დავცხოთ რომ ეს რას გვიშვებიან ეს კოლუმბიელები და არ ვიცი რაღაც მე მექსიკასაც მივხედავთ იქიდანაც შემოდის ნარკოტრაფიკი და ასე შემდეგ და მე არ შემიძლია უცებ ესეთი ირონიულად გამახსენდა ამ სპექტაკლებს რო გაყურებინებენ ეგრეთ წოდებული ირან-კონტრას სკანდალის შესახებ და მე მინდა მოგიყვეთ და იცოდეთ მეგობრებო რა სპექტაკლს გაყურებინებენ და სინამდვილეში რეები ხდება ხოლმე სამყაროში ირან-კონტრას სკანდალი აგერ თქვენ ხედავთ რეიგანის დროს მოხდა ძვირფასო მეგობრებო და უამრავი დაიწერა გამოკლეულ იქნა და არავის ამაში ასე თქვა ეჭვიარება მაგრამ საქართველოში რა თქმა უნდა ადამიანებმა არ იციან არაფერი აი პროფესორებსაც რო ეძახიან საკუთარ თავს სახელებს და გვარებს არ დავასახელებ იმეებმაც კი სინამდვილეში რა მოხდა და როგორ მუშაობს გეოპოლიტიკა ზოგადად და როგორ მუშაობს ასე თქვა სამყარო ირან-კონტრას საქმე იყო მასშტაბური პოლიტიკური სკანდალი აშშ-ში პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მეორე ვადაში, რომელიც საჯაროდ 1986 წელს გამოვლინდა. ის მოიცავდა ორ ფარულ და უკანონო ოპერაციას, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებდნენ. პირველი, ეს იყო იარაღის ფარული გაყიდვა ირანისთვის ემბარგოს მიუხედავად. მეგობრებო, კარგად დაუკვირდით, ირანზე ამერიკა ყიდდა იარაღს. რეიგანის ადმინისტრაციამ ფარულად გაყიდა იარაღი ირანისთვის აიათოლების ირანზეა საუბარი აი ირანზე ხო იცი ირანს დავარტყავთ ჩელეგელი ცუდი ხალხია და ამ დროს იარაღს ყიდის მიუხედავად იმისა რომ ირანზე მოქმედებდა ამერიკული ემბარგო რა მიზანი ჰქონდა ამას ირანის გავლენით ლიბანში ტყვეობაში მყოფი ამერიკელი მძევლების გათავისუფლება ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესება მიუხედავად იმისა რომ ის განიხილებოდა როგორც ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო ეს არღვევდა იარაღის ექსპორტის კონტროლის აქტს და ეწინააღმდეგებოდა რეიგანის საჯარო პოზიციას, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკება არ ხდება. და მეორე, კონტრების დაფინანსება ნიკარაგუაში. კარგად მოусმინეთ, მეგობრებო. იარაღის გაყიდვით მიღებული ფარული ფული, აი ირანში რო იარაღი გაყიდეს უკანონოდ, ტერს ჩვენ არ ტერორისტებთან არ შეიძლება. იარაღი ხო მიყიდეს. აი მაგ იარაღის გაყიდვით მიღებული ფული ფარულად გადაერიცხა ნიკარაგუას სარდინისტების წინააღმდეგ მებრძოლ მიაბოხდე ჯგუფს კონტრებს. ესენი იყვნენ წმინდა წყლის სადისტები ეს კონტრები რა ვიცი ჩვეულებრივ მოსახლეობას უბრალოდ ხოცავდნენ ქალებს აუპატიურებდნენ და ასე შემდეგ და სარდინისტებს ებრძოდნენ რომლებიც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში რომ ეს თქვა ამერიკა აფინანსებდა ნიკარაგუის მთავრობის დამხობას. არადა, აშშ-ის კონგრესმა მკაცრად აკრძალა კონტრების დაფინანსება, ანუ კონგრესმა აკრძალა აი ამ ჯგუფების დაფინანსება და ამერიკა როგორ აფინანსებდა, იცი, ირანზე ყიდი და იარაღს, მტერზე ყიდი და იარაღს. იქიდან შემოსული ფული დაფინანსებდა იმ ჯგუფებს ნიკარაგუაში, რომლების კონგრესმა აკრძალა დაფინანსება არათუ უკანონო ფულით, კანონიერი ფულითაც აკრძალა, ეგრეთ წოდებული ბოლანდის შესწორებით. ესე ერქვა იმ კანონს, რითაც აკრძალა, დაფინანსება ხდებოდა ფარული არხებით, რომელსაც ძირითადად ხელმძღვანელობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელი ლეიტენანტ პოლკოვნიკი ოლივერ ნორთი და ვინ მონაწილეობდა ამ საოცრებაში. რონალდ რეიგანი, იგი ამტკიცებდა, რომ ფულის გადარიცხვის შესახებ არაფერი იცოდა. ოლივერ ნორთი ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომელი ძირითადად მმართველი ფიგურა ჯონ პოინდექსტერი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი უილიამ კეისი CIA-ის დირექტორი აქტიურად იყო ჩართული მაგრამ გარდაიცვალა გამოძიებისას ჯორჯ ბუში აი ეს ჯორჯ ბუში რომელიც მაშინ ვიცე-პრეზიდენტი იყო მოგვიანებით პრეზიდენტობისას შეიწყალა სკანდალში ანუ მოგვიანებით ბუშმა შეიწყალა აი ამ საოცარ უკანონობაში შარდებული პირები აგერ არის ბანჩევ წყაროები თუ გაინტერესებთ სენატის ოფიციალური გამოძიების ანგარიშის სრული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახეთ რამდენია.
მაგრამ ეს მხოლოდ ზემოთ ასე ვთქვათ, აი, უცებრად იცის რა ყველამ. ეს ხო საოცრებაა და უკვე რავი, აი, ძალიან სერიოზული ის არის, ხო? ეს ზღვაში წვეთია. ეხლა გავაგრძელოთ. ირანს კონტრას სკანდალი, მეგობრებო, და უფრო ფართო საიდუმლო გუნდის ოპერაციები ნამდვილ ჯაშუშურ თრილერს გავს. იმ განსხვავებით, რომ შედეგები სასიკვდილო იყო, დაფარვა მასშტაბური და მონაწილეები უმეტესწილად გადაურჩნენ სასჯელს. წარმოგიდგენთ ამ ამბის რამოდენიმე უფრო ღრმა და გიჟურ ფენას, რაც მას კიდევ უფრო ინტრიგულს ხდის. ბარისილი, საბოლოო პაიკი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება. ნახეთ რა ხდება, მეგობრებო. სინამდვილეში კიდევ რა ხდებოდა. ბარისილი იყო CIA-სთან დაკავშირებული ნარკოტიკების კონტრაბანდისტი და პილოტი, რომელიც გახდა საკვანძო ფიგურა როგორც კონტრას მომარაგების ქსელში, ასევე მედელინის კარტელის კოკაინის ტრეფიკინგში. მისი ამბავი იმდენად გიჟურია, რომ ფილმს გავს და გადაიღეს კიდევაც ფილმი, მეგობრებო, ამერიკული ნაწარმი, ეგრეთ წოდებული ესე ქვია ფილმს, ტომ კრუზის მონაწილეობით. სილი მუშაობდა CIA-ისთვის. ანუ CIA-ისთვის მუშაობდა ეს კონტრაქტის რა ქვია, კონტრაბანდისტი, რომელსაც შემოქონდა კოკაინი. ამავდროულად კი ტონობით კოკაინი შემოქონდა პაბლო ესკობარისთვის. ანუ ხტებით რა შეასაქმე, მეგობრებო? აი, კოლუმბიაში ხო უნდა შევიჭრათ ჩვენ და აი გავანთავისუფლოთ კოლუმბიელი ხალხი და თვითონ აკეთებენ ამას. ერთხელ ის ვაშინგტონშიც კი ჩააფრინეს, ანუ ვაშინგტონში დასვეს, რათა დეასთვის კარტელის ოპერაციების შესახებ მიეწოდებინა ინფორმაცია. კონტრასთან რა კავშირი ქონდა? კონტრასტ შეიძლება ვიღაცა მეკითხოს ცალკე ისტორიაო და იმასთან რა კავშირი აქვს ირან კონტროლი კონტრასტ. ცალკეც რო იყოს, რავი, მე რა ამარა. ნუ კავშირი ქონდა, რატო? მისი თვითმფრინავები გამოიყენებოდა კონტრებისთვის იარაღის გადასატანად და უკან აშშ-ში კოკაინის ჩამოსატანად. მას შემდეგ რაც სილი ინფორმატორი გახდა, ის 86 წელს მოკლეს ესკობარის მიერ გამოგზავნილმა მკვლელებმა. თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ ის CIA-ის კურატორებმა მიატოვეს. აშშ საგარეო პოლიტიკის პრივატიზაცია ირან კონტრას სქემა მაჩვენა, რომ როგორ აუთსორსინგს უწევს რეიგანის ადმინისტრაცია ფარულობებს. დაქირავებულებს, როგორიცაა ჯონ სინგლაუბის კერძო ქსელები, ნარკორეალიზატორებს, როგორიცაა სილი და სხვები და რომლებიც მუშაობდნენ კარტელებთან, უცხოურ მთავრობებს ისრაელი ეხმარებოდა ირანს. იარაღის მიწოდება ისრაელი ეხმარებოდა, კარგად წავიკითხოთ, ისრაელი ეხმარებოდა ირანს იარაღის მიწოდებაში. საუდის არაბეთი ფარულად აფინანსებდა კონტრებს. აი კონტრებს. რაზეც საუბრობთ. ამან შექმნა ჩრდილოვანი საგარეო პოლიტიკა, სადაც ანგარიშვალდებულება თითქმის შეუძლებელი იყო. არა კაცო, რა deep state, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალედ ვაკეთებ ცხოვრებას. გავაგრძელოთ ეს არაფერი. მოდი ახლა გავეცდოთ ისტორიულ მოვლენას ოქტომბრის შეთქმულებით შევიდა ისტორიაში. ჯორჯ ბუშმა უფროსმა და CIA-ის აგენტებმა ფარულად მოლაპარაკება გამართეს ირანთან 1980 წელს, რათა აშშ-ის მძევლების გათავისუფლება შეეჩერებინათ. ანუ მძევლების გათავისუფლება შეეჩერებინათ, ხალხო, თავისი მძევლების აუშვებდა ირანი. ამემ არ გამოუშვათო. რითაც უზრუნველყვეს რეიგანის გამარჯვება კარტერზე. ბიჭო, არჩევნებში რეიგანს რო გაემარჯვა კარტერზე, ამერიკელი მძევლები არ გამოუშვათო. ამით დამარცხდებაო კარტერიო. კარგად გაიაზრეთ რაზეა საუბარი. შემდგომი მოვლენები ასე განვითარდა. როგორ გადაურჩა ყველა სასჯელს აი ამ საოცრებების მერე. ოლივერ ნორთი, რომელიც ვახსენეთ, Fox News-ის კომენტატორი და NRA-ის პრეზიდენტი გახდა. ბიჭო, აი ეს ოლივერ ნორთი, ნარკოტიკებს რა ქვია, იარაღს რო ყიდი და ირანზე ემბარგოს მიუხედავად. ეგ ტიპი გახდა Fox News-ის კომენტატორი და RNA-ის პრეზიდენტი. ელიოტ აბრაამსი ბუშ უფროსმა შეიწყალა, შემდეგ კი ხელისუფლებაში დაბრუნდა ბუშ უმცროსის და ერაყის ომის და ტრამპის დროს, ვენესუელას დროს. აი ეს ტრამპმა, კაცო, ტრამპმა დააბრუნა. ხო, აი ამ ტრამპმა, ჩვენი კონსერვატორი ტრამპი როა, deep state-ს როებთვის. ჯორჯ ბუშ უფროსი პრეზიდენტი გახდა და მისი საკუთარი ირან კონტრას როლი დაიმალა. ანუ თვითონ პრეზიდენტი გახდა და რა ირან კონტრა ვის
სამომავლო ომების სათამაშო წიგნი ირან-კონტრაში გამოყენება ტაქტიკამ არაოფიციალურად დაფინანსება მარიონეტული არმიები და უკანონო ქსელების გამოყენება საფუძველი ჩაუყარა შემდგომ კონფლიქტებს. ავღანეთი CIA მუშაობდა პაკისტანის ISIS-თან და ნარკობარონებთან მოჯაჰიდების შეიარაღებისთვის. ერაყი, სირია 2000-იანი 2010 წლებში ჩრდილოვანი იარაღის გარიგებები და ზომიერი ამბოხებულების პროგრამები კონტრას მხარდაჭერას იმეორებდა. არ გაინტერესებთ ეს დოკუმენტები. ნახეთ მეგობრებო, ბნელი ალიანსი, გარიგებები, კონტრაკოკაინის კავშირები, პატრიოტთა დანაშაულები, ჯონათან კეინი, ნუგან ჰენდის ბენკზე, CIA-ის ფულის გათხრებაზე, ირან-კონტრა სკანდალი, გასაიდუმლო ისტორია, ეროვნული უსაფრთხოების არქივი, უსაფრთხოების არქივიდან შეგიძლიათ, ამერიკული ნაწარმი, ჰოლივუდური ვერსია, ბარი სილზე, უკანასკნელი ნარკობარი, დეას აგენტების CIA-ის თანამდებობაზე ირან-კონტრას დაფარვა. აი ასეთ სიტუაციაა მეგობრებო და თქვენ ახლა სპექტაკლებს უყურებთ, სინამდვილეში რა ხდება, გავიგებთ ამას 10 წელიწადში, 15 წელიწადში. მანამდე დაგემშვიდობებით.